სწრაფ რეჟიმში ამჟამად ავტომობილს დასამუხტად 45-60 წუთი სჭირდება. რაც დარგის განვითარებისთვის ქვაკუთხედი საკითხია. წარმოებლები პრობლემის გადაჭრას ჯერჯერობით მეტი ზომის ელემენტის გაკეთებით ცდილობენ, რაც წონას ზრდის. ნაიბოლტში სხვა გზა აირჩიეს. ნაიბოლტის ტექნოლოგია ავტომობილის 6 წუთში სრულად დამუხტვის საშუალებას იძლევა. საფუძველშია ახალი ანოდური ნედლეული, რომელიც ელემენტში უარყოფით ელექტროდზე თავსდება, რაც ელემენტის ამჟამინდელზე 10-ჯერ უფრო მეტ სიმძლავრეზე დამუხტვის საშუალებას გვაძლევს. დამუხტვის სწრაფი დრო მნიშვნელოვნად მეტი სითბოს გამოყოფას იწვევს და აკუმულატორის ნაწილების უფრო სწრაფ ცვეთას. ნაიბოლტი ასეთი სიმძლავრის ამტან მასალებს ცდის და ამტკიცებს, რომ ახალი ელემენტი სწრაფი დამუხტვის 2000-ზე მეტი ციკლით გამოიცადა. ამდენი ენერგიის გაძლების უნარის მქონე მასალები აღმოვაჩინეთ და ტრადიციულ ლითიუმ-იონური სახის ქიმიურ ელემენტებში დავნერგეთ. ამგვარად, მეტი სიმძლავრისას ელემენტის ზომის შემცირება შევძელით. დასამუხტად 6 წუთი თითქმის იმდენივეა, რამდენიც ტრადიციული ავტომობილის გასამართად არის საჭირო. ამასთან სვლის მარაგი 250 კილომეტრს შეადგენს, რაც ტესლა მოდელ S-ზე 2.5-ჯერ ნაკლებია. მაგრამ ამასთან დამუხტვის სისწრაფე ამჟამად ხელმისაწვდომ ყველაზე სწრაფად დამუხტვად ავტომობილებზე 2-ჯერ უფრო სწრაფია. ახალი ტექნოლოგიების საჩვენებლად ნაიბოლტი სპორტული ავტომობილის შემუშავებაზე ყოლის დიზაინერულ სახლთან მუშაობს. როგორც შეამჩნევდით, სპორტული ავტომობილია. მისი მეშვეობით გვინდა ვთქვათ, რომ ელექტროქარების სამყაროში ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ჩნდება. ეს ავტომობილი 6 წუთში დაიმუხტება. გზას მოივლის და შემდეგ კვლავ ელვისებურად დაიმუხტება, რაც ელექტროსატრანსპორტო საშუალებების შესახებ წარმოდგენას სრულად ცვლის. ნაიბოლტის ტექნოლოგია გამოსაყენებლად მზად არის და წარმოებაში 2024 წლის დასაწყისში გაეშვება. ნაიბოლტი EV გზაზე 2023 წლის ნოემბერში გამოიცდება. ავტომობილის ფასს ჯერ არ ამხელენ.